მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და რა თქმა უნდა, საინტერესო კვირა გქონდა გასული კვირის განმავლობაში. ნახეთ ბევრი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტი, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, მუდისის შეფასება, ამ ნაწილზე ცხადია, ესე დეტალურად აღარ შევშლდებით, ვინაიდან ჩვენს ყველა პლატფორმაზე ცლად მივიხილეთ ეს პოზიტიური დინამიკა და პოზიტიური პროგნოზები, რაც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნახეთ, არაერთი საინტერესო ვიზიტი, მათ შორის კიდევ ერთხელ საქართველოს როგორც შუადერეფნის წამყვანი ქვეყნის ხაზგასმა და იმ პროექტების ხაზგასმა, რომელიც შუადერეფანში საქართველოს პოზიციონირებას და მდგრადობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს, ამ კუთხით საქართველოს საჭიროებას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, რომელიც იყო საქსტატის მხრიდან და მუდისის მხრიდან საქართველოს ეკონომიკის შეფასება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება, ცხადია, ასევე გვაინტერესებს ადგილობრივი შეფასებები ამ კუთხით რა ხდებოდა, როგორია მოლოდინები ჯამში და როგორც ყოველთვის ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ვალიდურია ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის გალთენ თაგართის შეფასებები ამ ჭრილში. საბამისად ამოვიღეთ რამოდენიმე კონტექსტი, რომელიც გვაჩვენებს მიმდინარე წლის განმავლობაში შემდგომ მოლოდინებს, რომელიც თანაბრად საინტერესოა როგორც ბიზნესისთვის, ისე რა თქმა უნდა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. თუ შეიძლება პირველი გრაფიკა, სადაც ჩვენ შევხედავთ ამ შემთხვევაში პირველ ნაწილს, პირობითად პირველ ნაწილს შეფასებას და აი აქ სწორედ რაზეც დავიწყეთ ჩვენ საუბარი გადაცემის დასაწყისში, გალთენ თაგართის მხრიდან შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის, ანუ კლიანტთა პროდუქტის ზრდა მუშაობს და 7%-იან მაჩვენებელზე. დიახ, 7% არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკასთან, მიმართ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით არსებობდა. დიახ, გალთი აფასებს სწორედ 7%-ზე ამ შემთხვევაში და ინარჩუნებს 7%-იან მაჩვენებელს. რატომ არის მნიშვნელოვანი მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნება? ვინაიდან ჩვენ ხედავთ გლობალურ ტურბულენტურ გარემოს, მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ და ცხადია ამ შემთხვევაში გვაინტერესებს თუ რა ხდება საქართველოს შემთხვევაში, რა იქნება საქართველოს შემთხვევაში და რა თქმა უნდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებმაც ჯამში უმრავლესობამ გააუმჯობესეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. პლუს ნიშნით, ცხადია ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს როგორი იქნებოდა თუნდაც არსებული შეფასებები და სოლიდურია, მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთი ორგანიზაცია როგორც გალთენ თაგართი ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება რომ 7%-იანი ზრდის ტენდენცია არის მოსალოდნელი. შემდგომი ნაწილი თუ შეიძლება, შემდგომი გრაფიკა, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას ამ შემთხვევაში ინფლაციასთან დაკავშირებულ ნაწილში, ვინაიდან ერთია ეკონომიკური ზრდა, თუმცა ყოველთვის არის რისკი მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად თუ როგორი იქნება ინფლაციის პროგნოზი, ვინაიდან ცხადია მაღალ ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს უფრო მეტ კეთილდღეობას იმ დროს, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი და შეგახსენებთ რა თქმა უნდა, რომ ეროვნული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე, 3%-დან არის გადახრა ახლა ამ პერიოდში, მაგრამ გალთენ თაგართი აღნიშნავს, რომ ჯამში ეს მაჩვენებელი იქნება 4.8%-ზე, რაც არ არის ასე ვთქვათ მაღალი გადახრა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან და პირიქით ახლა არსებული ვითარებიდან გამომდინარე ინფლაცია უფრო მეტად უბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ვალუტო ფონდის მოლოდინიც მანამდე გამოქვეყნებულ ანგარიშში და ახლობთ 10-12 დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და დაიწყებს მოძრაობას მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ამ კუთხით რა თქმა უნდა სოლიდურია გალთენ თაგართის ეს შეფასება და ეს პროგნოზი. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ვითარებას მეტი კონკრეტიკის ნაწილში, რომელიც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ჩვენ ნახეთ მცირედით ძალიან მცირედით ზრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ბოლოს წინა გამოქვეყნებიდან ამ შემთხვევაში და ცხადია გარკვეულ წრეში გაჩნდა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მოხდებოდა თუ არა კიდევ ზრდა და ამ შემთხვევაში გალთის პროგნოზი კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ვალიდური, ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ უცვლელი დარჩება 2026 წლის განმავლობაში, ანუ ამ კუთხითაც არ არის მოსალოდნელი რაიმე ტიპის განსაკუთრებული ცვლილება და შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ვითარებას ამ შემთხვევაში ჩვენთვის Business Insider-ისთვის ყოველთვის უფრო აქტიურად ყურადღება დათმობილ დარგზე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალთან მიმართებაში და აქაც საუბარია საკმაოდ სოლიდურ
მაჩვენებელზე 4.9 მილიარდი ეს იმ დროს როდესაც კიდევ ერთხელ ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული რყევა იყო ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გალფის ყურის ქვეყნებიდან ახლო აღმოსავლეთში არსებული საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე შექმნილი ასე ვთქვათ დანაკარგების კომპენსაციის კუთხით თუმცა აქაც ვნახეთ რა განაპირობებს ძირითადად კვლავ მაღალ მოლოდინებს მაღალი მოლოდინების ერთ-ერთი განმაპირობებელი და ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ის დივერსიფიცირებული პოლიტიკა რომელიც არის ტურიზმის სექტორში მთლიანად ეკონომიკა არის ამ თვალსაზრისით საკმაოდ დივერსიფიცირებული და ტურიზმის სექტორში ჩვენ ამ ნაწილს ვხედავთ მიუხედავად დანაკარგებისა გალფის ყურის ქვეყნებიდან ისრაელიდან ამ შემთხვევაში მიუხედავად ამისა ჩვენ ვნახეთ საკმაოდ საინტერესო ბალანსი ჯამური მაჩვენებელი ანუ ფინანსურ ჭრილში აბსოლუტურ ციფრებში მნიშვნელოვნად არ შეტყობია ტურიზმის სექტორს საქართველოში და რატომ მათ შორის ეს იყო გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირიდან და ევროპის ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა აზიის ქვეყნების მხრიდან ამავდროულად რომლებშიც საკმაოდ აქტიური კამპანია წარმოებს ჩვენ ვხედავთ ამ კუთხით არაერთ საინტერესო აქტივობას ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან მათ შორის ერთ ქვეყნებში საიდანაც თითქოს და მოლოდინი ესე არ არსებობს მაგალითად იყო საინტერესო ვიზიტი სამხრეთ კორეაში მაგრამ ასე იყო ევროპის ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში საიდანაც თითქოს მოლოდინი არ არსებობდა რომ საქართველოს ტურისტები აქტიურად იქნებოდნენ წამოსვლები, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს რეალობა და რა თქმა უნდა ეს არის განპირობებული ასევე და გაადვილებული და ხელმისაწვდომია საქართველოს უფრო მეტად პირდაპირ ფრენებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ხორციელდება არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან, არამედ სხვა ქალაქებიდანაც კიდე, რა თქმა უნდა ეს საკმაოდ სოლიდური და პოზიტიური ნაწილია ამ კუთხით და ბოლო გრაფიკა საკითხი რომელიც ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ამ კუთხით ვხედავთ კვლავ გამყარების ტენდენციას ეს არის ეროვნული ვალუტის კურსი და გალფის პროგნოზი ამ შემთხვევაში როგორი იქნება 2026 წლის საშუალო მაჩვენებელი და 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 66 თეთრის ფარგლებში იქნება ვხედავთ ამ ნაწილსაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ყველა გადაცემას ვიწყებთ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებით ამ შემთხვევაში უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უფრო ხშირად დოლართან დაკავშირებით და ეს ტენდენცია ამ კუთხით გრძელდება ჩვენ ვხედავთ ცხადია ამ მაჩვენებლებს და რა თქმა უნდა როდესაც ეროვნული ვალუტა არის სტაბილური ეს იძლევა საშუალებას და აძლევს საშუალებას ადამიანებს ბიზნესს უფრო მეტად მიიღონ პროგნოზირებადი გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა ჩვენთვის ასევე გამორჩეულად მნიშვნელოვანი სექტორის შესახებ გვინდა დღეს ვისაუბროთ საქართველოს ტექ-ასოციაციის დამფუძნებელ შვეიცარიული კოლეჯის კილვილის დამფუძნებელს ასევე ბატონ გიორგი მარიამიძეს გვინდა ვთხოვოთ სტუდიაში ბატონ გიორგი მოგესალმებით მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის ვთხოვოთ დაბრძანდეთ მოკლედ ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის საუბარი ამ მიმართულებაზე ცოტა ხნის წინ უმასპინძლეთ ასოციაციის ახალ ხელმძღვანელსაც და ძალიან საინტერესო დისკუსია ჰქონდა ამ ჭრილში ისე როგორც ვეცნობოდით ასოციაციის საქმიანობას დღევანდელ ვითარებაზე რომ ვისაუბროთ ამ შემთხვევაში ტექინდუსტრიის განვითარებაზე რომელიც გლობალური ტენდენციები განსაზღვრავს ზირთად სექტორის განვითარებას და ამ კუთხით სადვართ ჩვენ აი არსებულ ვითარებაში მე ვეცნობოდი ასევე ბიზნეს ინსაიდერზე თქვენს ბოლო შეფასებებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ესე იგი გლობალურ სიტუაციაზე თუ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ ხელოვნურ ინტელექტს არ გაუსვათ ხაზი რა პირველ რიგში, რადგანაც მოკლედ ხელოვნური ინტელექტი უკვე ეს აღარ არის მომავლის თემა, ეს უკვე რეალობაა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება დიდწილად განსაზღვრავს უკვე დღევანდელ ტექნოლოგიებს და რა თქმა უნდა უკვე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თემები რაც არის ეს არის თქო კიბერუსაფრთხოება მაგალითად თო წარმოიშვა უკვე ბევრი ხელოვნურ ინტელექტთან ბევრი პრობლემები შექმნა კიბერუსაფრთხოების მეთულებით მოიხსენებათ ამერიკის მთავრობამ რაღაც კონკრეტული მოდელი ააკრძალინა ასევე კერძო კომპანიას რაღაც პერიოდის განმავლობაში აქ არის საუბარი ასევე მონაცემებზე მონაცემთა მეცნიერებებზე მონაცემთა ანალიზებში ყველაფერი რაც ასევე AI მოდელებს ჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს რო კარგად იმუშაონ და ეს არის ძირითადად ასევე ფინტეკი ვიტყოდი გლობალურად მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და ალბათ ასევე გამოყოფდი კლაუდის მიმართულებას, დატა ცენტრები და ასევე რომელიც
ასევე ხელოვნური ინტელექტი მოიტანა ეს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაოდ საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, processing power, ანუ ეს ჭირდება, რა ქვია, იმისთვის რომ შეძლოს იმუშაოს ინფრასტრუქტურა. კი ბატონო. აი სწორედ როდესაც ამ საკითხებზე საუბრობთ, ხომ? ჯამში როგორ შეიძლება შევაფასოთ საქართველოს მზაობა ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიმართ ჯამში და სად არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც შეგვიძლია უკეთესად გამოვიყენოთ? კი, ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე მოგეხსენებათ, საქართველოს ვართ მცირე ზომის ღია ეკონომიკა და ამაში სწორედ ამაში უნდა მას ვქნათ, რა ქვია, ჩვენი კონკურენტულობა სწორედ აქ აისახება და ანუ ეს რა თქმა უნდა პირველში გამოვყოფთ მოქნილ ბიზნეს გარემოს და დაბალ გადასახადებს, ასევე გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ აი რეიტინგი თქვენ ახსენეთ შეფასებას, რომელიც ციფრულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობდა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ხო გაეროს ერთ-ერთი სააგენტო, ვინც ამას აქვეყნებს, რაც მიუთითებს იქ საკმაოდ მაღალი შეფასება გვაქვს 91.5 ქულა, რომელსაც გლობალური საშუალო არის დაახლოებით 19 თუ არ ვცდები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულად ინფრასტრუქტურად ინტერნეტი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მოქალაქეების, როგორც დაფარვის კუთხით, ასევე ფასის კუთხითაც, იმიტომ რომ ამასაც ზომავს ხელმისაწვდომობასაც ზომავს ეს ინდექსი. და მესამე ნაწილში ასევე ვიტყოდი, რომ მოკლედ ჩვენი ახალგაზრდები, რომელიც საკმაოდ ღია არის ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ჩვენი პროფესიონალები საკმაოდ დიდ ღიაობას გამოხატავენ ტექნოლოგიურ ცვლილებების მიმართ, რაც ყოველთვის ესე არ არის გარკვეული ეკონომიკები, სადაც ერთი სექტორი ასე ვთქვათ, ტრადიციული სექტორებია და რაღაც რეზისტენტულობა აქვთ ხოლმე, რაც ჩვენ ქვეყანაში არ არის ესე, ჩვენ პირიქით საკმაოდ დაინტერესებულები ვართ და ღია ვართ ყველანაირი თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. კი ბატონო, აუცილებლად მინდა ახალგაზრდების საკითხს მიუბრუნდეთ, თუმცა მანამდე ვახსენეთ ICT Development Index კიდევ ერთხელ, ხომ გაეროს ერთ-ერთი მიმართულება 2026 წლის მაჩვენებლებია გამოქვეყნებული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საშუალო მაჩვენებელზე პირველად მაღალი აქვს ამ შემთხვევაში მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს დაფიქსირებული. თუ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვისაუბროთ დინამიკაში როგორ არის ეს მაჩვენებელი, უფრო გაუმჯობესების ტრენდი ამ კუთხით და ასევე კი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი და ზოგადად საშუალო მაჩვენებელი გასაგებია, მაგრამ რეგიონში რა ვითარებთ, რომ ხშირად ვედრებით ხოლმე მაინც ჩვენ რეგიონში არსებულ ვითარებას. რა თქმა უნდა. ხო, ანუ რეგიონში ჩვენ მეზობლებთან შედარებით საკმაოდ უკეთესი შედეგი გვაქვს, როგორც სომხეთზე და აზერბაიჯანზე უფრო მაღალი ქულა გვაქვს, ასევე რიგ ევროკავშირის ქვეყნებზეც კი, მაგალითად რუმინეთზეც უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს და დინამიკაში თუ შევხედოთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ასევე გაზრდილია, სადაც 85 ქულა იყო ეს მაჩვენებელი 2023 წელს და დღეს არის უკვე 2026 წლის მაჩვენებელი, არის 91.5 და ამიტომ ამ მართლობრივ პროგრესი ინფრასტრუქტურის მართლობრივ ანუ პროგრესი ვფიქრობ, რომ ძალსახაა, ძალიან კარგად ვართ ამ მეთოდით განვითარებული, რაც უკვე კარგ პოზიციონირებას გვაძლევს იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ და ამ მართლობით მნიშვნელოვანია უკვე ეკოსისტემის განვითარება, როგორც ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით, რომ უკვე კარგი ინტერნეტი გვაქვს, ხა ამ ინტერნეტის გამოყენება პროდუქტიული აქტივობებისთვის არის მნიშვნელოვანი და ასევე რა თქმა უნდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება. კი ბატონო, შესაძლებლობების გამოყენება სხვა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, არის შესაძლებლობები, მაგრამ რამდენად სწორად ვიყენებთ. დასაწყისში აღნიშნეთ იგივე AI-ის თემა. თქვენი დაკვირვებით ხომ დღეს როცა მართლაც AI ცვლის მთელ ბიზნეს გარემოს ჯამში, საქართველოს შემთხვევაში რამდენად სწორად იყენებენ ქართული კომპანიები, ზოგადად რამდენად სწრაფად და სწორად ვახერხებთ AI-ის იმ შესაძლებლობების გამოყენება, იმ შესაძლებლობების აცვებას, რაც AI გვაძლევს რეალურად. სფერო საკმაოდ ახალია, ვფიქრობ, ადრე არის რაღაცა შეფასებების გაკეთება, ჩემი აზრით რაღაცა სწორად და არასწორად საკმაოდ ადრეა ამ შეფასების გაკეთება.
შეგვიძლია ინტერნეტსაც შევადაროთ, ხო, რაღაც თავის დროზე როდესაც ინტერნეტი წამოვიდა, იქ იყო ბუმი რა, რაღაც ყველა ეს კომპანიები რაღაც გარბოდა მათი აქციების ფასი, ასე შემდეგ და მერე უკვე ეს ყველაფერი უფრო ასე ვთქვათ, დასტაბილურდა, გამოჩნდა ვინ იყო სწორი, ვინ იყო არასწორი და ალბათ ეს რაღაც ბუმის ეტაპი ექნება ტექნოლოგიას გასავლელი, სანამ დასტაბილურდება. მაგრამ რა რისი აღნიშვნაც მინდა, მნიშვნელოვანია რომ გვაქვს ინტერესი ძალიან და აი ეს ქივილის შემთხვევაში ბიზნეს ასოციაციასთან ერთად თანამშრომლობით ორი დღის განმავლობაში ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის, ჩვენ მენეჯმენტისთვის ჩაუტარეთ მათ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში და ბიზნეს პროცესებში გამოყენების და დანერგვის მიმართულებით ტრეინინგები და ამ ინტერესი ძალიან დიდია, სიახლეა რა თქმა უნდა და ჯერჯერობით არის რაღაც განსხვავება, ზოგი ეხლა ეცნობა, ზოგს უკვე დაწყებული აქვს გამოყენება და აღმოაჩინა რომ თურმე ხელოვნური ინტელექტი შესწავლებს უშვებს და უკვე ის ადარდებს რატომ უშვებს შესწავლებს და ანუ სხვადასხვა განვითარების ეტაპზე ვართ, მაგრამ რაცაც მინდა ხაზი გაუსვრო, ძალიან ღია ვართ ამ ტექნოლოგიებს, ძალიან მიხარია, ღია ვართ როგორც ბიზნესი ამ ტექნოლოგიების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ და უყურებთ ამას როგორც კონკურენტულ უპირატესობას და არა როგორც რაღაცა ადამიანების ჩანაცვლებაში ან რაღაცა დროის დაზოგვაში, ან ხაც ხარჯების შემცირებაში, არამედ ბიზნესი ჩემი ერთ ესე უყურებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მისცემს საშუალებას რაღაც სწრაფად განვითარდნენ, რაღაც ახალი შექმნან, ახალი შესთავაზონ ბაზარს და აი როგორც opportunities, როგორც შესაძლებლობას ისე ხედავს ქართული ბიზნესი ჩემი აზრით. კი ბატონო, ეს ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ. ერთ მხრივ აღნიშნეთ, რომ ადრეა ჯერ შეფასება ბუნებრივია სიახლეა, მაგრამ კარგი პრეცედენტი იყო, სწორედ ნახეთ ეს სიახლეს ბიზნეს ასოციაციის და სკილების კორპორაციით ეს ასეთი ტიპის შეთავაზება კომპანიებისთვის. და როგორც ხედავ, პოზიტიური ფიდბექი გაქვთ, რომ ისინი ცდილობენ, რომ უფრო მეტად და სწორად ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით. აი ამ კუთხით და თქვენი დაკვირვებით, ხო დღეს ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე. თქვენი პროგნოზი 5 წელიწადში დაახლოებით. აი არსებული დინამიკა ან გარკვეული ნაწილის გაუმჯობესება სად მიგვიყვანს საქართველოს შემთხვევაში? კარგად გელს უნდა მიგვიყვანოს, აუცილებლად. რეიტინგებში გაუმჯობესებას ხედავთ ამ შემთხვევაში. კარგად გელს უნდა მიგვიყვანოს, აუცილებლად. რა არის ანუ აი ხელოვნურ ინტელექტს უნდა შევხედოთ, როგორც თითქოს რაღაც მოასწორა რაღაცნაირად ისევ რაღაც თანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ინგლისურად level playing field რო არის ესეთი გამოთქმა და ეხა ისევ ვინ იმას იზავს რა ქვია ვინ უკეთესად გამოიყენებს იმისთვის რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და იმ შემთხვევაში თუ რაღაც ჩვენ სწორ საფუძვლებს ჩაუყრით და სწორად ვიმუშავოთ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა არის ეს და იმისათვის რომ ეს ყველაფერი სწორად წარიმართოს ვფიქრობ განათლების კომპონენტი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და ასევე საერთაშორისო პარტნიორობებიც მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სწორად თუ წავალთ ალბათ კარგად გელს მიყვანს და კარგი რას ნიშნავს ანუ ჩვენთვის არ არის ანუ ეს ნიშნავს რომ აღარ არის აუცილებელი რაღაც აი გლობალური ადრეც ვისაუბრია რაღაც აი Microsoft-ზე, ამაც Google-ზე და შემდეგ შეიძლება აღარც იყოს აუცილებელი ამ ასე თქვა გლობალური გიგანტების შემოყვანას და რაღაცებზე ფიქრი, რადგანაც უკვე ჩვენ თვითონვე ჩვენივე კომპანიები, ჩვენივე ბიზნესები საქართველოში შექმნილი სტარტაპები უკვე შეძლებენ, რომ გლობალური მასშტაბის პროდუქტები შესთავაზონ ზოგადად ბაზარს და უკვე ჩვენთან საქართველოს შექმნილი სტარტაპები შეძლებენ, რომ უკვე რაღაც გლობალურ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ. ამისი პოტენციალი ჩემი აზრით ნამდვილად აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ხო, აი ეს საინტერესოა რომ ამის პოტენციალს ჩვენ ვხედავთ ამ ნაწილში და განათლება ვახსენეთ ამ კუთხით და კვლავ მინდა მიუბრუნდე განათლების თემას, მინდა ამას ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხზე, მით უმეტეს თქვენ შემთხვევაში მინდა რომ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გამოვიყენო. ხო, მაგრამ განათლების ნაწილს ხა განათლების რეფორმაც მათ შორის რატომ დაგვჭირდა, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ საქართველოში ხო ადამიანებს პროფესიით, რომლებიც ანუ ბუნებაში ვერ დასაქმდება ამ კუთხით სამუშაო ადგილი აქ და ამ ქვეყანაში ვერ შეიქმნება, მაგრამ მეორე მხრივ ხედავთ
დეფიციტს, ხომ, მთელი რიგი მმართველი ხა ბიზნეს ასოციაცია ახსენდა, ყოველთვის ვიშველებ ხოლმე ბიზნეს ასოციაციის კვლევას BAG ინდექსს, სადაც ასევე აღიშვება ბიზნესი ეძებს სამუშაო ძალას, მე ვთქვი, გვაქვს უმუშევრობა, ხო? ნუ პარადოქსია, დისონანსია, რაღაცა ხდება, ხო? სადღაც კარგობა გვჭირდება. ეგ არის ალბათ სწორი განათლების მიცემა, საჭირო განათლების მიცემა, არის როგორი ტერმინი შეიძლება შეუსაბამოთ. აი ამ კუთხით როგორ ხედავთ, აი გარკვეულწილად ვერტყოდ რომ გადატყდა, შეიცვალა მიდგომა რომ აუცილებლად დიპლომი გვჭირდება რაღაცისთვის თუ განათლება გვჭირდება რეალურად სწორი რომ კარგად გეძევიმუშაოთ, კარგი სამსახური გქონდეს, კარგი ანაზღაურო, კარგად ვიცხოვროთ. მიმდინარეობს, მიმდინარეობს ეცვლება, ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი. გარკვეული მენტალური ცვლილება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, სრულად შეიცვალა. სულ ცოტა ხნის წინ მქონდა ერთ-ერთ ახალგაზრდასთან გასაუბრება, რომელმაც თავიდან მითხრა 22 წლის არის, მაგრამ აუშვდა 21 იყო და ამდენი თვეში ხდებოდა 22-ის და ეს რატო დაჭირდა ეს? აი, ის რა დიდი გამოცდილება მაქვს, ბევრი მაქვს, მაგრამ მუშევარიო და ცოტა სკეპტიკურად მიამატა, ალბათ სკეპტიკურად რო შემიხედა მისთვის და არა და მართლა ბევრი ქონდა ნამუშევარი, აქციფულ მარკეტინგზე იყო საუბარი და თან პარალელურად ეწერა, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა და ეს კითხვა დაუსვი, რომ როგორ ასწრებ მეთქი, რაც ამდენ პროექტზე მუშაობდი თანაც უნივერსიტეტში სწავლობდა. ნუ აი უნივერსიტეტშიო დედას ხათრით სწავლობდა. ეს ალბათ ეხლა ვართ რაღაც ამ ეტაპზე, რომ თან ცდილობს ახალგაზრდები რაღაც თან საქმე აკეთონ და თან მშობლების ხათრით რაღაც დიპლომიც აიღონ და ვფიქრობ, რომ ესეც ნელა მომსაც გადავუახავთ. ყოველ შემთხვევაში დღეს შეგვიძლია თქვათ, რომ იგივე სკილების მაგალითად დღეს საქართველოში ამ კუთხით გარკვეული მენტალური ცვლილებებია საჭირო, თორემ შესაძლებლობა რომ ვისწავლო და დავეუფლო პროფესიას, რომელიც მომცემს მეტ შესაძლებლობას, ეს მაქვს. ცალსახად სკივილის მაგალითზე და სკივილის შემთხვევაზე რო ვისაუბროთ, ანუ ჩვენ ძალიან დიდი და სერიოზული სამუშაო გავწიეთ წელს იმისთვის, რომ ანუ პროფესიულ განათლების სისტემაში, ანუ რომელი ტერმინიო და პროფესიული განათლება რეალურად ის განათლება, რომელიც სხვათაშორის რაღაც პერიოდი ბუდიში გაგაწყვეტა. რაღაც პერიოდი ოდნავ დამაკნინებლად ჩანდა ხოლმე, რომ პროფესიული თითქოს მეორე ნომერი იყო. კი. ჩემთვის შევთქვათ, ანუ ტექნიკუმიო? არა, ტექნიკუმი არა, ეგ საბჭოთა კავშირში იყო, ეს სხვა. ტექნიკუმი, ხო, კარგია. ხო და ანუ ამ სისტემაში ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, როგორც ბიზნესთან ერთად, ასევე განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ახალი სტანდარტები, ახალი პროფესიული სტანდარტები შეგვიმუშავებინა და ჩვენ უკვე ანუ ამდენი ვისაუბრეთ ხელოვნური ინტელექტის და გვაქვს ხელოვნური ინტელექტის პროფესიული სტანდარტი ქვეყანაში, რომელიც შევიმუშავეთ და დამტკიცებულია და გვაქვს რიგი სხვა პოპულარული მოთხოვნადი შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროფესიების სტანდარტები და ეს მას შემდეგ რაც ეს სტანდარტები უკვე სისტემაში შეიქმნა, ეს უკვე უხსნის გზას და აზრს შესაძლებლობას, რომ უკვე მსურველებს დაინტერესებულ ახალგაზრდებს და შეიძლება კიდევ უფრო თქვათ გამოცდილ პროფესიონალებს, რომელთაც უნდათ რომ შეიცვალონ თავიანთი სფერო, აძლევთ საშუალებას რომ შეისწავლონ ეს პროფესიები და ამ ყველაფერში სკივილის გარდა ასევე სახელმწიფო ზღვერდში უდგას ამ ადამიანებს, რადგან სახელმწიფო თქვათ 100%-ით აფინანსებს პროფესიულ განათლებას ჩვენგან. იგივე მერიასთან ერთად ვნახეთ, ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, მერიასაც ისწავლიდა საქმე, ძალიან კარგი პროექტი აქვს კონკრეტულად თბილისელებისთვის, რომელიც მათ აძლევს საშუალებას რომ გაიარონ უფრო მოკლევადიანი მომზადება გადაწყვეტების კურსები. ამ შემთხვევაში ის ქონდა უფრო სადიპლომო პროგრამებზე საუბარი. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა ბოლოსკენ კითხოთ, ასევე ასოციაციის ჭრილში, ასოციაციის სამომავლო მიზნები ძალიან აქტიურ ასოციაციას ხედავ, ძალიან გვიხარია ბატონ თემოს ჩართულობას, თემო მაღლაძის ჩართულობას განსაკუთრებით საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. როგორია გეგმები უახლესი ამ შემთხვევაში, რა მიზანს მოემსახურება ასოციაციის ანუ ტექ ასოციაციის მიზანი არის, რომ მან გაერთიანოს ქვეყანაში ყველა ტექნოლოგიური კომპანია, არა მხოლოდ ასე ვთქვათ IT კომპანიები, რომელიც სერვისს უწევენ, ასე ვთქვათ IT აუთსორსინგ კომპანიები და სერვის კომპანიები, არამედ სფეროში ვიძახით პროდუქტ კომპანიები რა, ის კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც პროდუქტის შესაქმნელად საუბარი მაქვს, თქვათ ფინტექ კომპანიებზე, ასევე ედუტექ განათლების ტექნოლოგიების მიმართულებით და ეს იყოს ანუ სულ ყველა ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებდეს, რაც
რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დადებითად და პრიორიტეტულია ტექნოლოგიურ სფერო სახელმწიფოსთან დამატებით, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია და თუ სადმე შეიძლება რაღაცა თქვათ გამოწვევები იქნება სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მოხდეს ამ მიმართულებით, რომ ტექნოლოგიური სექტორი წახალისდეს და არ შეფერხდეს. ასევე გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ ტეზერი საქართველოში და ანუ ტეზერი არის გლობალურად საკმაოდ დიდი კომპანია, რაც მარტივად რომ ვთქვათ, გერმანიაზე მეტი ASH-ს სახაზინო ობლიგაციებს ფლობს ტეზერი ერთი კომპანია. ტეზერი კი ბატონო, ეს ერთი კომპანია და მის დამფუძნებელიც და გენერალური დირექტორიც მზადდებოდნენ საქართველოში, საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა და იქ დირექტორმა ამ კომპანიის ტეზერის პაულომ ახსენა, რომ საქართველოს ბუტიკური ქვეყანა არისო რა და ეს ძალიან ისეთი საინტერესო ამბავია ჩვენთვის და ანუ აი ამ ბუტიკურობას ასე ვთქვათ, თავისი აშენება, მოფრთხილება და რა თქმა უნდა ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა ჭირდება და ტექნოლოგიის მიმართულებით მოკლედ აი ამ მიმართულებით გეგმავთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ. კი ბატონო, და ვხედავთ ამ ნაწილს ძალიან გვიხარია მართლაც ამ მიმართულებითაც ძალიან საიმედო ხელში ვარ შეიძლება ასე ვთქვათ. მადლობა დიდი ბატონო კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.